მოგესალმებით. მინდა კიდევ ერთხელ ჩემი აზრი დავაფიქსირო იმაზე, რაც ხდება ამ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ვითომ ხმაურზე არის გამოწვეული, მაგრამ საბოლოოდ მანქანებს ართმევენ ხალხს, როგორც თვითნებურად გადაკეთებული გლუშიდელები, ჟარგონისთვის ბოდიში. ხო და ეს კანონი სწორია და კარგი კანონი არის, ოღონდ სწორედ თუ შესრულდება. ეხლა რაც ხდება, არ არის სწორი. ეს არის განუკითხაობა და უსამართლობა რა. ანუ ვიჩაგრებით ჩვენ ავტომოყრულები და არ შეიძლება ესე რა. როცა ხდება ავტოკანონის მიღება რამე, უნდა მოხდეს იმისი ჯერ, რავი, საზოგადოებისთვის გაცნობა, რომ რეაქციას შეხედონ რა რეაქცია იქნება, როგორი რეაქცია იქნება, რამდენად სწორია, რამდენად არ არის სწორი. უნდა ეს ექსპერტებთან განიხილონ, დივნის ექსპერტებთან არა მაქვს მელაპარაკი, ნამდვილი ექსპერტებთან, ვინც სფეროში ჩახედული არის, ვინც განათლება აქვს შესაბამისი, ვისაც აქვს რაიმე გამოცდილება ამ სფეროში. პარლამენტარს არ მგონია მაგ ხელა გამოცდილება ქონდეს, რომ მიიღოს ესეთი კანონი, ისე რომ არ იყოს მავნებლური, რაც ეხლა არის პირობითად რა. კანონი მიღებულია გაიხსნის წინ და სწორი კანონი არის, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება სწორი აღსრულება. ეს კანონი უნდა დამუშავდეს, ეს კანონი უნდა გადაკეთდეს და რაც დღეს ხდება და ეს დივნის ექსპერტებთან კონსულტაცია არ მგონია რამე იყოს, ეხლა როდგანან იქ და იქ დივანიდან კლავიატურაზე და YouTube-ზე წკაპაწკუბობენ და ექსპერტები არიან ყველაფრის, მაგათი აზრი არანაირად გასათვალისწინებელი არ არის და არაფერი მაგათ მარიციან, მაგათ უბრალოდ ბოღმა მოძრავებთ, რომ თვითონ რო არ შეუძლიათ ან არ აქვთ წესიერი ტრანსპორტი, იბოღმებიან ხმაურზე და ხმაური აგერ ყველგან ისმის. მაგრამ არ აწუხებთ არავის ეგ ხმაური, იმიტომ რომ კონკრეტულად ავტომოტორს ხმაური აწუხებს. ერთ რაღაცას ვიტყვი რა, ქვეყანა ჩუმი ვეღარასოდეს ვეღარ იქნება. ღამერთმა დაგვიფოროს, რომ ქვეყანა იყოს ჩუმი. როდესაც არსებობს მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, იქ ხმაური ყოველთვის იქნება. ეს ხმაური, ნახე, რა ხდება, როგორ უნდა გაიგოთ, დასაშვები ხმაური უნდა იყოს და არა სიჩუმე. უნდა იყოს დასაშვები ხმაური. ჩვენ ეს მივიღეთ არასწორად, რომ სიჩუმეს ვითხოვთ. ჩვენ რას ვითხოვთ? თქვენ ითხოვთ აი ეს დივნის ექსპერტები, ბოღმები, შურიანები, სახში გამოკეტილი ხალხი, ან YouTube-ის ლომები, რა ვიცი, როგორც გინდათ. ეგ ხალხიც კი, ვინც აი ესე დაბოღმილი ხართ, დარწმუნებული ვარ მე 99% რომ ტრანსპორტი თქვენც აკყავთ, თქვენც მოძრაობთ საზოგადოებრივ ტრანსპორტით და პირდაპირ გითხავთ. ეგ ტრანსპორტი ხმაურიანი არ არის? საკმაოდ ხმაურიანია. ხმაურიანია, ჩუმი ტრანსპორტი არ არსებობს. რატომ მაგაზე არა გაქვთ პრობლემა? თუნდაც იგივე ღამის საათებში რო გაქვთ პრობლემა, რატო გაქვთ პრობლემა? ვერ ისვენებთ, ვერ ეძინებთ, ხო? ცუდად გამომდის ბოდიშით, მაგრამ მეტალოები გვაქვს დღეს 90% და მიხურე მეტალო და აღარ შეგაწუხებს ხმაური. თუ არა და თუ ღია გაქვს, მაინც და მაინც ავტომოტო ტრანსპორტის ხმაური რატო გაწუხებს? ჩიტების ხმაური, კალიების ხმაური, ჭიჭნების ხმაური არ გაწუხებს? ან აგერ ახლა საწარმოები რო მუშაობს, მაგით ხმაური არ გაწუხებს? თვითონავი რო გადაიფრინოს რკინიგზასთან თუ ახლოს ხარ, მაგათი ხმაური არ გაწუხებს? თუ მაგათთვის მოსული თემა არის? საზოგადოებრივი ტრანსპორტი რაც დადეს ავტობუსები, მაგათი ხმაური არ გაწუხებს? ნებისმიერი ტრანსპორტი, რომელიც მიდის 50 კმ/სთ, თუნდაც ის ელექტრო, რომელსაც ხმა არ გააჩნია, იმისი ხმაური არ გაწუხებს, იმიტომ რომ ნებისმიერი ტრანსპორტი, რომელიც მოძრაობს, ქარს რო ჭრის და კვეთავს, ხმაური მაინც აქვს, საბურავსაც ხმაური აქვს. მაგრამ ნახე ახლა რა ხდება, მან დიტყვი რომ ეგ ჩუმიაო, ჩუმი არა, დაბალი ხმა აქვს. ანუ ხედავთ თქვენ ორმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობთ, რაც არ შეიძლება. თუ რაღაცა გინდა, უნდა იყოს ერთი. შედარებით
Რაღაცო იმაშვები, შენ თვითონ ამბობ, რომ თავიდან შედარებითი არ უნდა იყოს სიჩუმეო, ღამე ვერ ვიძინებო და ხმაური გვაწუხებსო, ასე შემდეგ. ნაკლები ხმარასაც აქვს, იმაზე პრობლემა არ აქვს, იმიტომ რომ ის ნაკლები არის, ხო? და ის რაღაცა მეტი არის. მაგრამ იმაზე მაინც ჯერდები, რომ ხმაურს ეგუები. ეს ხმაური ყოველ წელს რა ცხოვრება, რაც უფრო ვითარდება, მეგაპოლისში განსაკუთრებით რო ცხოვრობ, უფრო და უფრო გაიზრდება. მაგაზე მე რას აპირებთ? უნდა კიდე ახლიდან წეროთ და კიდე უფრო და უფრო მეტი უნდა ბოდიში იჭიჭყინოთ. უნდა შეეგუოთ, სამწუხაროდ. როგორც იმას რო ეგუებით, რომ ეხა ფანჯიას რო გააღებ, სიჩუმე არ არის და არც იქნება არასოდეს, ეგრე უნდა შეეგუო ავტომოტო ტრანსპორტის ხმაურსაც. რაღაცა დონეზე უნდა იყოს ვემხრობი, მეც რომ ღამე შეძლებს და გვარად ადამიანს შეეძლოს ღია ფანჯერაში მოსვენება თუ არა და მიხურე ფანჯერა და ჩვეულებრივად გექნება სიჩუმე. მაგრამ კი ბატონო, მეც მაღიზიანებს ის ერთეული ხიხთავიანი უზრდელი სასტავი, ვინც გაუმართავი მაყუჩის სისტემით ახმაურებს ქალაქს, მაგრამ ეგეც არის შენი დივნის ექსპერტის ბრალი, იმიტომ რომ აი ეგ ხმაურიანი შენს ეზოში რომ მოდის და შენი მეზობელი რო არის, არაფერს არ ეუბნები. შენ რო უთხრა, გაიგებს. აი ჩემ ქუჩაზე ადრე მოტოთი დადიოდა ერთი ადამიანი და ერთი კვირის განმავლობაში დავდევდი რომ დროულად ჩამესწრო. და როგორც იქნა ჩავასწარე და ტიპს უთხარი, მეთქი ჯიგარ. აი ეგ რო გაზაობ. ძალიან შემაწუხებლად ისმის შენი ხმა. მაიტა კაცურად სავალდებულო ხო არა, მეთქი აი გაზგაყლმა იარო. წყნარად გაიარა მეთქი. ხო მიყურებ ეხა შენ, ზდაროვა. ჯიგარი ხარ. იმის მერე ძმაო ეს ადამიანი დღემდე ჩემ ქუჩაზე რომ მოდის, აღარ მიდის გაზგაყრილი. წყნარად ადამიანურად გადაადგილდება. ესე შეგიძლია თქვენს დივნის ექსპერტებს ბოღმიანები და შურიანები რო არ იყოთ, თხოვოთ დაელაპარაკოთ ადამიანურად იმ თქვენ ხმაურიან მეზობელს, რომელიც ჩვენ დანარჩენ საზოგადოებას გვაწუხებს, თხოვოთ და აუხსნათ, რომ არ არის მაგის აქციელი, კარგი, ლამაზი, სწორი და ასე შემდეგ და გაიგებს. არ გაიგებს? მეორე თეთყვი, მესამე თეთყვი შენ, სხვა დანარჩენი მეზობლები და მაინც გაიგებს. შანსი არ არსებობს, სხვა ვარიანტი არ არის. ეს ერთი. მეორე კიდე. სფეროს კანონის შემუშავება უნდა მოხდეს რეალურ ექსპერტებთან, რეალურ საქმის მცოდნესთან და არა დივნის ლომებთან, კლავიატურის ექსპერტებთან. მე როგორ შემიძლია პირობითად პარლამენტში რამე კანონი მივაწოდო. მე ვერ მივაწოდე, იმიტომ რომ მე მაგის განათლება და მაგის სფერო და მაგისი ცოდნა არ მაქვს. მე რაღაცა რაც გამაჩნია ჩემს სფეროში შემილია ვიყო და ჩემს სფეროში შემილია ვილაპარაკო, მაგრამ საკანონმდებლო დონეზე მე არ შემიძლია. მაგას ჭირდება შესაბამისი განათლება, შესაბამისი ცოდნა და ასე შემდეგ. ხო და ესეთ ხალხი უნდა იყოს ავტომოყურულებთან, რომლებიც იქნებიან შუამავლები სახელმწიფო წარმომადგენლებთან, სახელმწიფო პირებთან, რომლებიც ჩვენს ინტერესებს სწორედ გადასცემენ და სწორედ მიანიჭებენ, ანუ სწორედ მიაწვდიან იმ აზრს, რა გვინდა ჩვენ. ეხლა რაც ხდება დღეს და ქუჩებში, რომ დასდევენ და გვართმევენ მანქანებს, ეს არის არასწორი. მე არ მიმაჩნია ეს სწორედ, ეს არის ყველანაირად ცუდი. მარაზმია. კანონი არის კარგი და სწორი, კიდევ ერთხელ ვიძახი, მაგრამ არ ხდება სწორედ შესრულება ამ კანონეს. რაც ხდება, ეგ არის არასწორი. ხო და აი ეს ყველაფერი რო არ ხდებოდეს, უნდა იყოს განათლებული ადამიანი, ისეთი, რომელიც შეძლებს დაელაპარაკოს და განუმარტოს და აუხსნას მთავრობას, რომ ეგრე არ შეიძლება და ეგრე არ ხდება და როგორ უნდა მოხდეს და როგორ შეიძლება და არა დივნის და კლავიატურის ლომებთან. ისინი ვერაფერს ვერ იზავენ და რეგულაციები იქნება უფრო და უფრო ცუდი. და შენ კიდევ ერთხელ ვიძახი, აი ეს
ვისაც გაგიხარდა რომ მანქანები წაართვეს და პოსტაურო ძლივს არ დავისვენე და ასე შემდეგ დღეს რომ შენ გიხარია ხვალ შენს შეგეხება ანალოგიური კანონი რომელსაც ვითომ წყნარი და ჩუმი მანქანა ყავს ჰიბრიდი ყავს ელექტრო ყავს აი ელექტრო იქნება ჰიბრიდი იქნება გადასახადი პირობითად გეუბნები აი გადასახადი რო დაგიწესონ მე რა გამოდის რომ ჩვენ უნდა გამოვიდეთ ხმაურიანი თქვენთვის ხმაურიანი საზოგადოება და ვთქვათ რომ if რა კაია ხო არ შეიძლება აი კიდევ ერთხელ ვიძახი რამხელა ხმაური მოდის ამაზე ყველა თვალებს ხუჭავს რატო იმიტომ რომ ეს არის ორმაგი სტანდარტი და აი ეს ხალხი ვისაც ბოღმა გამოძრავებთ და შური გამოძრავებთ ისევ თქვენთვის ვია ცუდი კანონი მე დარწმუნებული რომ დაიხვეწება იმიტომ რომ თვითონაც იციან რომ ეს კანონი არის ჩასაკორექტირებელი უბრალოდ ჩაკორექტირებისთვის საჭირო არის მცოდნე ადამიანი განათლებული გრამატიკულად და იურიდიულად ყველანაირად განათლებული ადამიანი რომელიც ავტოსფეროში ერკვევა გააჩნიეს შესაბამისი ცოდნა განათლება და ასევე აქვს ძალაუფლება რომ მივიდეს იქ და რაღაცა კორექტირება შეიტანოს აი ესენი გაკეთდება ეს მოხდება და კანონი შეიცვლება მე დარწმუნებული ვარ ყოველ შემთხვევაში ამაში და შენ ვინც ეს ბოღმიანი ხარ ბოღმინად დარჩები და არაფერი შენთვის არ შეიცვლება უფრო ცუდი იქნება ეს ბოღმა უფრო გაგასწიებს და გაგაბოროტებს ასე რომ ბოღმიანობას და სიბოროტეს ჯობია რომ აიღო შენი ბოღმა შური და გაუშვა იქით შორს და ეს რომ მოდის ის ხმაურიანი მეზობელი იყავი კაცი და მიდი და დაელაპარაკე კაცურად საუბარი ყოველთვის ჯობია სიყვარული ჯობია ბოღმას მე მიყვარს ჩემი ქვეყანა მე მიყვარს ჩემი ქალაქი მე მიყვარს ჩემი კორპუსი და ჩემი სამეზობლო განსაკუთრებულად ასე რომ რაც მეტად ერთად იქნებით და რაც მეტად კომუნიკაბელური იქნებით ერთმანეთთან ნაკლები პრობლემა იქნება ხმაურს რაც შეეხება გინდა არ გინდა მოგიწევთ შეგუება ეს გარდაუვალია იმიტომ რომ სიჩუმე აღარ არსებობს დღეს მადლობა